ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. მაშინ, როდესაც გლობალური უსაფრთხოების საკითხი არ მხოლოდ საერთაშორისო კონფერენციებზე განიხილება და თავდაცვის გაძლიერების თემა საინფორმაციო ველის ინტენსიური ნაწილი გახდა, ჩვენ გადავწყვეტეთ უსაფრთხოების, თავდაცვის გაძლიერების და ნატოს როლის შესახებ სიღრმისეულად გესაუბროთ. სათვალე სპეციალური ეთერი სრულად დაეთმობა ნატოს კონცეფციის, ნატო-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატოს პარტნიორობის ანალიზს. გადაცემას ვიწყებთ ნატოს გენმდივნის მოადგილის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტების ანალიზით. რაზე მეტყველებს რადმილა შეკერინსკას შეხვედრები სამხრეთ კავკასიაში, სად არის საქართველო მიმდინარე დიალოგში და დახმარება, რომელსაც ნატო პარტნიორებს აღმოუჩენს. საკითხებზე ინტერვიუ Independence Avenue მედიის მთავარმა რედაქტორმა ბრიუსელში ჩვენმა პარტნიორმა ია მეორმიშვილმა ჩაწერა. კრისტიან მეზაროში ნატოს პარტნიორობისა და გლობალურ საქმეთა დირექტორია მისი რესპონდენტი. დავიწყოთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, რადმილა შეკერინსკის ბოლოდროინდელი ვიზიტით სომხეთსა და აზერბაიჯანში. რა არის ის მთავარი შედეგები და დასკვნები, რაზეც შეგიძლიათ გვესაუბროთ? მისი ვიზიტი რეგიონში არის ნათელი სიგნალი იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო და მისი მოკავშირეები სამხრეთ კავკასიას. არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობისა და მოვლენების ფონზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, ამ რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველა მოკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ვიზიტი სწორედ ამის დასტური იყო. ის ორივე ქვეყანას დეკემბერსა და იანვარში ეწვია. მთავარი დასკვნა ისაა, რომ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც 3-10 წელზე მეტ ითვლის, ისეთივე მნიშვნელოვანი და მტკიცეა, როგორც არასდროს. ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ როგორც პოლიტიკურ დიალოგს, ისე პრაქტიკულ თანამშრომლობას. ამჯერად ის სათავეში ედგა დიალოგის ნაწილს, კონსულტაციებს, შეხვდა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას და გადასცა გზავნილი ერთმანეთთან საუბრისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას და ალიანსისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრიორიტეტულობას. როგორც ჩანს, 2026 წელი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისა და პარტნიორობისთვის, რადგან იგეგმება ნატო სომხეთისა და ნატო აზერბაიჯანის პარტნიორობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულებების ხელმოწერა. რას მოიცავს ისინი? NATO, Armenia, NATO, Azerbaijan partnership. Now, what does that entail? What does that mean? When it comes to the framework of our partnerships, well, as I just said, რაც შეეხება ჩვენი პარტნიორობის ჩარჩოს, როგორც აღვნიშნე, ის დიდი ხანი არსებობს. სომხეთისა და აზერბაიჯანის პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამისა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრები არიან და მათ უკვე შეიტანეს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ასე რომ პარტნიორობის საფუძვლები უკვე არსებობს. ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, კონკრეტული ინსტრუმენტია. თითოეული პარტნიორისთვის ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს ნატოსა და კონკრეტული პარტნიორის სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. მასში გაწერილია როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნები, ისე პრაქტიკული ღონისძიებები, დაწყებული სამხედრო სწავლებებით, დამთავრებული ენის კურსებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ამ დოკუმენტების საბოლოო ვერსიაზე ორივე ქვეყანასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება. ამის შემდეგ თითოეულ პარტნიორს ექნება პრაქტიკული ინდივიდუალური გეგმა. თუმცა ჩვენ ისედაც ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად. უკვე ვახსენეთ გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი. გასულ წელს ნატოს ელჩების ჯგუფი იმყოფებოდა ერევანსა და ბაქოში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გამართა სემინარი სომხეთში და გეგმავს მის ჩატარებას აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, პრაქტიკული თვალსაზრისით ორივე ქვეყანა მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში. ასე რომ ბევრი რამ უკვე ხდება. არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს რაღაცის დაწყებას ველოდებით. გასული 10 წლეულების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ეს პროცესი ახალი დოკუმენტებით კიდევ უფრო გაძლიერდება.
think for something to start. A lot has been done in the past decades, and it can only grow stronger with these new documents. I feel that Georgia is missing. მრჩევაში დაბეჭდილება, რომ ამ საუბარში საქართველო გამოგვრჩა. საქართველო თითქმის 2 ათწლეულია ასპირანტი ქვეყანა. რატომ არ ფიგურირებს საქართველო ჩვენს დღევანდელ დიალოგში? საქართველოს შესახებ ჯერ არ გიკითხავთ. რა თქმა უნდა, საქართველო ნატოსთვის მესამე მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც თავად აღნიშნეთ, ის ნატოს წევრობის ერთ-ერთი ასპირანტია. ეს მისწრაფება არ არის რაღაც, რაც ნატოსგან მომდინარეობს. როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არსებობს მკაფიო მხარდაჭერა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მეტიც, ეს ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი. საქართველო პარტნიორია. თბილისში გვაქვს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის წინსვლას. გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მოქმედებს. მისი მეშვეობით ნატოს ექსპერტები კონკრეტულ დახმარებას უწევენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სხვადასხვა სფეროში. ასე რომ თანამშრომლობა უწყვეტია. Defense reforms and military reforms, so the cooperation is ongoing. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის მოთხოვნებისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგული დარჩება. Okay, let's go back to Armenia and Azerbaijan. დავუბრუნდეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს. სომხეთის დისტანცირება რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისაგან რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებაა. როგორ პასუხობს ნატო ამას? იღებს თუ არა სომხეთი დამატებით დახმარებას ამ პროცესში? იქნება პარტნიორობის ფარგლებში თუ ნატოს სხვა ტიპის მხარდაჭერა? Support that NATO could provide Armenia in this process of this transformation. Thank you. This gives me an opportunity to clarify. გმადლობთ, ეს კითხვა მაძლევს საშუალებას განვართო, როგორ მუშაობს ნატოს პარტნიორობა. სინამდვილეში ჩვენ ამას მოთხოვნაზე დაფუძნებულს ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორი თავად მოდის ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობისა და მხარდაჭერის სურვილით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნატო არასდროსაა დაკავებული პარტნიორების და სხვათა შორის არც წევრების ძიებით. მიუხედავად იმისა, თუ რას ისმენთ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან. ნატო არ ფართოვდება თავისთავად, ის არ ნადირობს წევრებზე ან პარტნიორებზე. მე თავად ვარ იმ ქვეყნიდან, რომელიც ალიანსს 1999 წელს შეუერთდა. შემიძლია გითხრათ, რომ 90-იან წლებში ნატოს არ უთხოვია უნგრეთისთვის გაწევრიანება. პირიქით, უნგრეთი ითხოვდა ნატოში მიღებას. რაც შეეხება სომხეთს, ნატო პატივს სცემს ყველა ქვეყნისა და ერის არჩევანს. სომხეთს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრს, ჰქონდა აბსოლუტურად გამართული და კარგად განვითარებული პარტნიორობა ნატოსთან. ეს არასდროს ყოფილა დაბრკოლება პარტნიორობის განვითარებისთვის. შესაბამისად, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში არსებულ ცვლილებებს ნატო და მისი მოკავშირეები სრულ პატივისცემას უცხადებენ. ჩვენ ამას არ გამსჯით და მზად ვართ მეტის გასაკეთებლად. თუ სომხეთი ასე გადაწყვეტს და ჩვენი პარტნიორობისა და ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე ხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი შესაძლებლობები თავდაცვის რეფორმების მხარდასაჭერად, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საბჭოთა კავშირის სტილის არაეფექტური მეთოდებიდან დასავლური ტიპის სამხედრო მოდელზე გადასასვლელად. ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის ნებისმიერ არჩევანს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ მზად ვართ გავაკეთოთ იმდენი, რამდენსაც პარტნიორი ისურვებს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს ალიანსის ინტერესებსაც შეესაბამება. არსებობს თუ არა რაიმე რისკი სომხეთისა და ნატოს პარტნიორობის განვითარების ტემპთან დაკავშირებით? არის თუ არა საფრთხის შემცველი პროცესის დაჩქარება ან პირიქით შენელება?
I do not really see a risk for NATO as such. ნატოსთვის რისკს ვერ ვხედავ. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როდესაც ჩვენ მიერ გაცემული დაპირების შესრულებას ვერ შევძლებთ. ჩვენი მხრიდან უნდა დავწმუნდეთ, რომ თუ პარტნიორთან რამეზე ვთანხმდებით, განსაკუთრებით თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის სფეროში, მისი განხორციელებისთვის შესაბამისი რესურსი გვაქვს. თუ თქვენ პოლიტიკურ რისკს გულისხმობთ, პასუხია არა. ალიანსის სიძლიერე იმაშია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით ვიღებთ. თუ 32 მოკავშირე თანხმდება სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მაშინ ჩვენი მხრიდან რისკი არ არსებობს. აზერბაიჯანი ეკონომიკურ და გარკვეულწილად პოლიტიკურ დონეზე რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. როგორ უმკლავდება ნატო ამ მოცემულობას? კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვთვლი, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობებში ჩარევა გვჭირდება. ეს არასდროს ყოფილა დაბრკოლება ჩვენი პარტნიორობისთვის. ჩვენ ამას პატივს ვცემთ და ვიღებთ. აზერბაიჯანთან ბევრ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობთ, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ევროპული ქვეყნებისთვის ენერგიის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდებით. თანამშრომლობთ სამეცნიერო სფეროში, სამხედრო სწავლებების განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც აზერბაიჯანმა გაგვიწია ავღანეთის ოპერაციებში. ისინი 2021 წელს ქაბულის აეროპორტში არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელნი დარჩნენ. აზერბაიჯანელი სამხედროების სიმამაცე ნატოს არ დავიწყებია. როდესაც ამ რეგიონზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვგულისხმობთ რუსულ გავლენას. იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური გზებით, ენერგორესურსების ექსპორტით თუ ჰიბრიდული ოპერაციებით. როგორ ეხმარება ნატო სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ჰიბრიდული ოპერაციების და დეზინფორმაციის მოგერიებაში? ამ რეგიონის სამივე პარტნიორს, ისევე როგორც თავად მოკავშირეებს, აქვთ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციებთან ბრძოლის გამოცდილება. ჩვენს გენერალურ მდივანს არ უყვარს სიტყვა ჰიბრიდული, რადგან მისი აზრით ის სრულად ვერ ასახავს იმას, რაზეც სინამდვილეში ვსაუბრობთ. საბოტაჟი, მკვლელობები, არჩევნებში ჩარევაც კი, ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუ მათ უბრალოდ ჰიბრიდულს უწოდებთ, შეიძლება რაღაც რბილ და უწყინარ მოვლენად მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ეს არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული უმძიმესი ქმედებები, რომლებიც ემსახურება დემოკრატიის დაზიანებას და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში ჩარევას. ხშირ შემთხვევაში კი უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის შეფერხებას. ფიქრობ, მოკავშირეებისა და პარტნიორების მაგალითზე ვხედავთ, რომ პირიქით, ეს ქმედებები მხოლოდ აძლიერებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას და იმედია, ჩვენს დემოკრატიებსაც განამტკიცებს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მედეგობის გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე. Where we can work with partners and share information and experience with experiencing such hybrid attacks from Russia. And of course there's an important სომხეთში მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ველოდებით რუსულ ჩარევას, რაც სამწუხაროდ ჩვეულებად იქცა დემოკრატიული პროცესების დროს. თქვენ მოკლედ ახსენეთ უკრაინა. არის თუ არა რამე, რაც რუსულ ოპერაციებთან დაკავშირებით ნატომ უკრაინის მაგალითზე ისწავლა და ეხმარება თუ არა ნატო თავის კავკასიელ პარტნიორებს ამ გაკვეთილების საკუთარ სისტემებში დანერგვაში. უკრაინას სამწუხაროდ ბევრი მწარე გაკვეთილი აქვს როგორც ბრძოლის ველიდან, ისე რუსული ჩარევის მეთოდებიდან, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ ამ გაკვეთილების ანალიზისა და დანერგვაზე პოლონეთში, ბიდგოშჩი დავაფუძნეთ ნატო-უკრაინის ერთობლივი მომზადების განათლებისა და წვრთნის ცენტრი, რომელიც სწორედ ამ გამოცდილებას აგროვებს. ასევე გვაქვს ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების ერთობლივი ცენტრი პორტუგალიაში. ეს ნატო სტრუქტურაა, სადაც ხდება გამოცდილების სისტემატიზაცია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის მწარე გაკვეთილები, რომლებსაც უკრაინა ამ სასტიკი ომის ფასად იღებს. Command, where we also collect the lessons learned. But definitely we need to heed the bitter lessons that Ukraine is learning through. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ისიცაა, რომ რუსული სამხედრო მანქანა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველას გვეგონა. ეს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს. And that's important to keep in mind.
Let's talk about მოკლედ შევეხოთ ამერიკას. very briefly. 5%-იანი ნიშნული. ეს რუსეთისადმი მომავალ საფრთხეებს უკავშირდება თუ ალიანსში აშშ-ს მეტად ჩართულობას. The Hague summit indeed was historic. თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ჰააგის სამიტზე მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თქვენ ახსენეთ 5%-იანი ნიშნული, რაც გულისხმობს 3.5%-ს უშუალოდ თავდაცვის ხარჯებისთვის და 1.5%-ს თავდაცვასთან დაკავშირებული სფეროებისთვის. მაგალითად, ინფრასტრუქტურა, კიბერთავდაცვა და ასე შემდეგ. ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია. ფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ეკუთვნით აღიარება ამ საკითხის ნატოში წინ წამოწევისთვის. ტვირთის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ეს რიცხვები ჰაერიდან არ არის აღებული. ისინი განსაზღვრულია საფრთხეების შესაბამისად. დაუბრუნდეთ 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციას, სადაც ორი ძირითადი საფრთხეა გამოკვეთილი. რუსული როგორც ყველაზე პირდაპირი საფრთხე და ტერორიზმი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის გეგმები ამ საფრთხეების მოსაგერიებლად, რაც მოითხოვს კონკრეტულ შესაძლებლობებს ჩვენი შეიარაღებული ძალებისგან. პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ყოველთვის მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. To meet, to deter these threats and defend against them. President Trump and the Trump administration has been very vocal and very clear about the importance of burden sharing for European allies and Canada to carry more of the burden. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ივლისში ანკარის სამიტზე ჩვენ შევაფასებთ, როგორ ასრულებენ მოკავშირეები ჰააგის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს. 5% კონკრეტული რიცხვია, რომელიც ნაკარნახევია საფრთხეებითა და მათზე რეაგირების საჭიროებით. ამან ალიანსი უფრო გააერთიანა. ეს იყო 32-ვე ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც ორგანიზაციას კიდევ უფრო გააძლიერებს. And that's something that has brought the alliance more together. As you said, it was a decision made together at 32, and will only make the alliance stronger. Then what happens in case რა მოხდება ივლისში, თუ ნატოს ყველა წევრი ვერ მიაღწევს 5%-იან ნიშნულს? კვლავ არსებობს თუ არა შიში, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ზურგი აქციოს ნატოს? What happens then? And is there still concern that US may back away from NATO? First of all, we don't deal with speculation. უპირველესად, ჩვენ სპეკულაციებით არ ვართ დაკავებულნი. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ყველა შეასრულებს ვალდებულებას, რადგან ყველა ხედავს ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. აქვე ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, მისმა ადმინისტრაციამ, სახელმწიფო მდივანმა რუბიუმ და სხვებმა არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი ურყევი ერთგულება ნატოსა და მეხუთე მუხლის მიმართ. საკმარისია შეხედოთ აშშ-ის სამხედრო წარმოდგენილობას ევროპაში და მათ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვღელავდეთ. ნატო 5%-იანი ხარჯვითი მიზნით მხოლოდ ძლიერდება. And I'm very optimistic that all allies are working towards that. Are you optimistic? ხართ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ღია კარის პოლიტიკა ძალაში დარჩება? Threats and challenges that we face. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ისტორიული წარმატებაა. შეხედეთ რეგიონს და იმ მოკავშირეებს, რომლებიც 1999 წლის შემდეგ შემოუერთდნენ ალიანსს. ნახეთ, რა წვლილი შეაქვთ მათ საერთო უსაფრთხოებაში. ღია კარის პოლიტიკა არ არის ის, რისის შეცვლაც შეგვიძლია. ის ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლში. ამიტომ მისი ვალიდურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ახლა მთავარია, რამდენად მზად იქნებიან ასპირანტი ქვეყნები საჭირო რეფორმების გასატარებლად და როდის იქნებიან მოკავშირეები მზად გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. კარი ღიაა და ეს ისტორიული ფაქტია, ასე რომ მომავლის მიმართ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სფეროსთვის? საკითხს განვიხილავთ სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგალითზე. სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი, რომელიც ამავდროულად ლოჯისტიკურ კომპანიას ფლობს, სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის და სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოებაში ნატოს როლზე გვესაუბრება. მას ჟურნალისტი ბელა გელაშვილი შეხვდა. თუ გადამზიდავი კომპანიების, ანუ შუალოდ გადამზიდავი მძღოლების პოზიციიდან შევხედავთ ნატოს ფიგურირებას აი ამ სივრცეში
აი საქართველოს და ეს რეგიონის სივრცეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში გადაზიდვების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად გადაზიდვების ღერძები დღესდღეობით ახლებურად ყალიბდება, ქართულ გადამზიდავს მათ შორის ესაჭიროება ადაპტირება აი ამ გადაზიდვების სხვადასხვა სივრცეებში. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად ის ღერძი, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა, საუბარია საქართველოს ნავსადგურებიდან, ფოთი ბართუმიდან, საბორნე ხაზები, რომელიც აწყობილი იყო უკრაინის ნავსადგურების მიმართულებით, დღეს ფაქტიურად გაჩერებულია. აღარ ფუნქციონირებს და ამიტომაც აი სტრატეგიულმა ღერძმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან აკავშირებდა, გარკვეულწილად შეიცვალა თავისი კონფიგურაცია, შემოტრიალდა და უფრო ახალი არეალი მოიცოდა, ეს გარკვეულწილად ემთხვევა ნატოს განლაგების არეალს და ეს არეალი არის პირველ რიგში რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია და ავსტრიის მიმართულება. ეს არეალი დამატებით დაემატა აი ქართველი გადამზიდავების მიმართულებას და საზღვაო გადამზიდავება, რომელიც აქამდე ნაკლებად შედიოდნენ საზღვაო ბიზნესში, შეიძინეს საბორნე გემები, უფრო მეტიც მათზე ქართული დროშა აღმართეს, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ქართული დროშის აღმართის შედეგად დაიწყეს ფუნქციონირება პირობითად ფოთი და ბათუმიდან კონსტანცის და ვარნის საკვანძო ნავსადგურებამდე. შეგახსენებთ, რომ კონსტანცის ნავსადგური თვითონ შავი ზღვის არეალში ნოვოროსიისკის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავსადგურია და 90 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებს წელიწადში და ამიტომ საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისათვის სტრატეგიულად აუცილებელია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტანცის სიახლოვეს არის ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მსხვილი ნატოს ბაზა, ღერძის შემოტრიალება, ქართველი გადამზიდავები უფრო ინტენსიურად ჩართო ევროპის მიმართულებისთვის საქართველოსთან ევროპულ სივრცეში და პირიქით ევროპული სივრციდან გადაზიდვების განხორციელებაში და ისინი ხშირად, როგორც მე ჩემი პრაქტიკა და დაკვირვება მანიშნებს, ისინი ხშირად უსაფრთხო გზას ირჩევენ თურქეთის ნაცვლად, მოდიან აი ამ საბორნე გადასასვლელების გამოყენებით. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით კონკურენცია შეექმნება საქართველოს გამავალ შუა დერეფანს. ერთი მხრივ კონკურენცია ეს დადებითიც შეიძლება იყოს იმ გადმოსახედიდან, რომ აიძულებს სხვადასხვა კომპანიებს უფრო მობილურები იყვნენ, დახვეწონ თავიანთი საინფორმაციო სისტემები, უსაფრთხოების დაზღვევის და ასე შემდეგ. დერეფანი იქნება ამერიკის პატრონაჟით განვითარებული, ბუნებრივია მოახდენს გარკვეული ტვირთების გადანაწილებას. ეს ტვირთები ასე თუ ისე ცნობილია რა მოცულობის ტვირთებზე იქნება საუბარი დაახლოებით 2 მილიონი ტონის ფარგლებში შეიძლება დაკარგოს პირველ ეტაპზე საქართველოს გამავალმა შუა დერეფანმა. მე ვარაუდობ, რომ აი ზანგეზურის დერეფანი თლიანად აი ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის იქნება მყარი გარანტია, იმიტომ რომ საქმე გვექნება ისეთი ტვირთების გადაზიდვებთან, რომელიც უსაფრთხოების და ლოგისტიკური სტაბილურობის გარანტი იქნება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ნატოს შორის ურთიერთობებში ახალ მომენტუმზე საუბრობენ. რას ნიშნავს ეს? რა პროგრამებსა თუ მეთოდებს იყენებს ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანთან მედეგობის გასაზრდელად და მათი თავდაცვისა და ნატოსთან საერთო პარტნიორობის გასაძლიერებლად? მოახლოებული არჩევნები სომხეთში, ჰიბრიდული ოპერაციები და ნატოს პასუხი რუსეთიდან მომავალ კონკრეტულ საფრთხეებზე. Independence Avenue Medis მთავარი რედაქტორი ია მეორმიშვილი ბრიუსელში ესაუბრა პირს კაზალეთს, ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დირექტორს. დავიწყოთ კავკასიით, სომხეთითა და აზერბაიჯანით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვია და ჩანს, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით ახალი მომენტუმი გაჩნდა. რა პროგრამებსა თუ მეთოდებს იყენებს ნატო ამ ქვეყნების მედეგობის გასაზრდელად და მათი თავდაცვისა და ნატოსთან პარტნიორობის გასაძლიერებლად?
ისტორიულად კავკასია ნატოსთვის დიდი ინტერესის რეგიონია. აქვეა ჩვენი წევრი ქვეყანა თურქეთი, რომელიც უშუალო მეზობელია. კავკასიის სამივე ქვეყანას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ნატოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ნატო მუდმივად იყო დაინტერესებული ამ რეგიონით და ყოველთვის სურდა ამ რეგიონის ქვეყნებთან მუშაობა. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, როგორც აღნიშნეთ, გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა ახლახან იმყოფებოდა რეგიონში და ორივე ქვეყანა მოინახულა. ფიქრობ, ეს იმ მნიშვნელობის დასტურია, რომელსაც ჩვენ ამ ორ ქვეყანასთან ისევე როგორც საქართველოსთან ურთიერთობას ვანიჭებთ. საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის. პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით პირველ რიგში საქართველოს უნდა ვახსენოთ. ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში განვითარდა და ძალიან გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს თავდაცვის ძალები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცების გვერდით თავდადებით იბრძოდნენ სხვადასხვა რეგიონში. ისინი დღესაც აგრძელებენ ნატოს ძალებთან ერთად მსახურს ზოგიერთ ლოკაციაზე. ნატო ამ თანამშრომლობას ძალიან აფასებს. They continue to serve alongside NATO forces in some places. And this cooperation is very appreciated by NATO. With Armenia and Azerbaijan. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დონე შედარებით დაბალი იყო. თუმცა ახლა ვიწყებთ ნაბიჯების გადადგმას და განვიხილავთ, როგორ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან. თქვენ ახსენეთ მედეგობა. მედეგობა უმნიშვნელოვანესია როგორც ნატოს წევრებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ უკეთ დაიცვან თავი იმ საფრთხეებისგან, რომლებიც კონვენციური კონფლიქტის ან თავდასხმის ზღვარს ქვემოთაა. დღევანდელ მსოფლიოში მრავალგვარ საფრთხეს ვხედავთ. იქნება ეს კიბერსაფრთხეები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები თუ დეზინფორმაცია. თუ ჩვენ როგორც მოკავშირეები და პარტნიორები ერთად ვიმუშავებთ, შევძლებთ ამ საფრთხეებისგან დაცული უსაფრთხოების გარემოს შექმნას. სომხეთში არჩევნები ახლოვდება. ქვეყანა რუსეთისგან დისტანცირებას და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს. არსებობს თუ არა სომხეთისთვის თავდაცვითი დახმარების რაიმე პროგრამა, რომელსაც განიხილავთ. იქნება ეს კონვენციური თავდაცვისთვის თუ ჰიბრიდული ოპერაციების წინააღმდეგ. სომხეთთან მუშაობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა თავიდანვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ნებისმიერი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყანასთან უნდა ეფუძნებოდეს ინტერესთა თანაკვეთას. რა შედის ნატოს ინტერესებში და ამავდროულად რისი სურვილი აქვს საკუთრებულ პარტნიორ ქვეყანას. ჩვენ არავის ვაიძულებთ თანამშრომლობას და არც სომხეთია ამ მხრივ გამონაკლისი. სომეხ ოფიციალურ პირებთან რეგულარულად განვიხილავთ იმ სფეროებს, სადაც ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია. ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მაგალითად, სამხედრო განათლების სფეროში. გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან და შეიარაღებულ ძალებთან. ასევე ვახორციელებთ პროგრამას მთლიანობის ასაგებად, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ანტიკორუფციულ საკითხებსა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული. მომავალში სომხეთთან ამგვარი მიმართულებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია. თუ განიხილავთ კავკასიის ქვეყნებს შორის ერთობლივ თანამშრომლობას, თუ ეს ჯერ ნაადრევია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მეტის გაკეთებას შევძლებთ. ბოლო წლებში კავკასიის მინიმუმ ორ ქვეყანას შორის გვქონდა სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობა. გვაქვს სხვადასხვა პროექტი, მაგალითად პროგრამის მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის SPS-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ კვლევით მუშაობას მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. აქ შესაძლებელია სხვადასხვა პარტნიორს შორის კოორდინაცია. საბოლოო ჯამში კავკასია გეოგრაფიულად მცირე რეგიონია და თუ მოვძებნით გზებს ამ ქვეყნების მეტად დასაახლოებლად, ეს შესანიშნავი იქნება. მომავალში საქართველოს შეიძლება ამ პროცესისთვის კარგი ადგილი გახდეს. უფრო ვრცლად რომ გითხრათ შესაძლებლობების მშენებლობაზე. როდესაც საქმე ეხება რუსულ საინფორმაციო საფრთხეებს, ისევ და ისევ ჰიბრიდულ ოპერაციებსა და იმ ბოროდ განზრახულ ქმედებებს, რომლებიც არ წარმოადგენს კონვენციურ სამხედრო საფრთხეს, მაგრამ მაინც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების უსაფრთხოებას. გაქვთ თუ არა კონკრეტული პროგრამები თითოეული ქვეყნისთვის ამ რეგიონული მასშტაბით? როგორ პასუხობთ რუსეთიდან მომავალ ამ კონკრეტულ საფრთხეს?
we certainly consider Russia the biggest threat as far as NATO is concerned. მიუხედავად იმისა, რომ ნატოსთვის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევა და ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისთვისაც ასია, ჩვენი პროგრამები კონკრეტულად რომელიმე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საფრთხის წყარო, ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად ჩინეთს ან ირანს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მსგავს მტრულ ტაქტიკას იყენებენ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყნები ნებისმიერი საფრთხისგან თავდასაცავად გამოიყენებენ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ნატოს ფარგლებში გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელსაც პარტნიორებთანაც ვიყენებთ. თქვენ ახსენეთ სტრატეგიული კომუნიკაციები. ამ სფეროში ბევრს ვმუშაობთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მოლდოვა და იორდანია. მუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყნებს გააძლიერონ საზოგადოება გარედან თუ შიგნიდან მომავალი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამას უკვე ვაკეთებთ და რეგიონში მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება შეგვიძლია. Misinformation coming from outside or indeed from inside the country from different threat actors. So we do a lot of that already and we can always do more in the region. Talk to us more about Moldova. მეტი გითხარით მოლდოვაზე, რომელიც ასევე რთულ ვითარებაშია. ჩანს, რომ აშშ მოლდოვას ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს. როგორია მოლოდინები ნატო მოლდოვას ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით? We have a very strong partnership with Moldova which მოლდოვასთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში განვითარდა. მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უკრაინასა და რუმინეთს შორის, როდესაც ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მოლდოვასთან ბევრ პრაქტიკულ საკითხზე თანამშრომლობთ. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ნატოს შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებაში, საკუთარი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად. Their defense forces and help them develop their defense capabilities to better provide security for themselves. So in particular in ბოლო წლებში მათთან საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ასევე კიბერუსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ზოგადი გაძლიერება. მათ შორის რეკრუტირების საკითხებზე, რათა მათ ყავდეთ უფრო თანამედროვე ძალები ქვეყნის უკეთ დასაცავად. So that they have a more modern set of forces to better be able to defend the country. თქვენი გადმოსახედიდან ხედავთ თუ არა მოლდოვას უფრო მეტად გააქტიურებას ნატოსთან ურთიერთობაში. ვინაიდან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და არ გაუკეთებია განაცხადი წევრობაზე, ხედავთ თუ არა რაიმე ცვლილებას განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მათ აქვთ ნეიტრალიტეტი, ბევრი პარტნიორი, ვისთანაც ვმუშაობთ, მაგალითად ავსტრია და შვეიცარია, ასევე ნეიტრალური ქვეყნებია. სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ნეიტრალიტეტი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თანამშრომლობის გარკვეულ დონეს. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაფერი, რასაც მოლდოვასთან ვაკეთებთ, ხდება მათივე მოთხოვნით. ჩვენ ქვეყანას არაფერს ვაიძულებთ. რაშიც მათ სჭირდებათ თანამშრომლობა, ჩვენ ვპოულობთ გზებს მათ დასახმარებლად. 2022 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მათ თავი უფრო დაუცველად და მოწყვლადად იგრძნეს. მათ თავად განსაზღვრეს ის სუსტი წერტილები, რომლებიც საჭიროებდა რეაგირებას უკეთესი თავდაცვისთვის. სწორედ ამ საკითხებში მოგმართეს დახმარებისთვის და ჩვენ შევძელით მხარდაჭერის აღმოჩენა. Russian invasion of Ukraine in 2022 full-scale invasion. როგორი მოქმედა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნატოს ხედვაზე რეგიონის მიმართ მედეგობის, შესაძლებლობების მშენებლობის და პარტნიორების დახმარების კუთხით. Resilience, capacity building and the assistance that NATO provides to its partners. Before 2022 NATO had 2022 წლამდე ნატოს ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ბევრ ინდივიდუალურ პარტნიორთან, თუმცა პრაქტიკული თანამშრომლობა უმეტეს მათგანთან შედარებით დაბალ დონეზე იყო. შეჭრის შემდეგ მოკავშირეებმა უფრო მკაფიოდ გააცნობიერეს პარტნიორობის მნიშვნელობა. მათ დაინახეს იმ მუშაობის შედეგები, რაც ჩვენ უკრაინასთან სრულმასშტაბიან შეჭრამდე გავწიეთ შესაძლებლობების მშენებლობის კუთხით. როგორ დაეხმარება ეს უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში. And how elements of that work helped Ukraine resist the initial Russian attack. And so now more value is placed. ახლა პარტნიორებთან მუშაობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამან მოგცა საშუალება გავაძლიეროთ მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა მოლდოვა, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც განსხვავებული რისკები და მოწყვლადობა აქვს.
ჩვენ ახლა მეტი რესურსი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებაში. რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი კავკასიის მიმართ, კერძოდ ამ სამ ქვეყანას და ნატოს შორის ურთიერთობების, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონის მომავალზე. And maybe even the wider Black Sea region. How do you see the future of this? For the Caucasus region itself, I'm very optimistic. კავკასიის რეგიონის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბოლო თვეებში მათ შორის გასული წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ იმპულსი მისცა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს. თუ ამ პროცესს განვამტკიცებთ და უფრო კონკრეტულს გავხდით, შევძლებთ რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევას. ეს სასარგებლო იქნება ნატოსთვის, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. The countries in the region. That will be of benefit to NATO, it will be of benefit to individual NATO nations and wider Black Sea security as well. ასე რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ ვფიქრობ, პროგრესის მიღწევას შევძლებთ. You mentioned Georgia in a couple of contexts and you said that თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა გრძელდება. Tell us more about the partnership. გითხარით მეტი ამ პარტნიორობის ისტორიაზე. სად ვართ ახლა და რას ფიქრობთ მომავალზე? Well, it's a long historic partnership. ეს არის ხანგრძლივი ისტორიული პარტნიორობა. ვფიქრობ, ნატოში ყველა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს რეგიონულ და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. Regional security, but wider security in the Euro-Atlantic area. საქართველოს წვლილი მაგალითად ავღანეთში ნატოს ყველა ქვეყანას ახსოვს და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იამაყოს ამ წვლილით. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. გვაქვს ბევრი მიმდინარე პრაქტიკული პროექტი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩარჩო ახლა გაცილებით რთულია. ნატომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი საქართველოში ამჟამინდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ და შემდეგ აღვადგინოთ ისეთივე ურთიერთობა, როგორიც მანამდე გვქონდა. საქართველოსა და ნატოს, ისევე როგორც საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ბევრი საერთო ინტერესი არსებობს. ჩვენ გვსურს კვლავაც ამ საერთო ინტერესებზე დაყრდნობით გავაგრძელოთ მუშაობა. საბჭოთა წარსულის გასუფთავება. გიყვებით განაღმვითი სამუშაობის შესახებ, რომელიც საქართველოში რუსული მემკვიდრეობის შემდეგ გახდა აუცილებელი და რაშიც ნატოს წვლილი ძალიან დიდია. გიყვებით ამ ნაღმებზე დაზიანებული და გარდაცვლილი ადამიანების ისტორიებს და გიჩვენებთ სკრას პოლიგონს, სადაც განაღმვითი სამუშაოები სწორედ ნატოს დახმარებით განახორციელა საქართველოს მთავრობამ. პარტნიორობა მშვიდობისთვის, ასე ერქვა სპეციალურ პროგრამას, რომელიც ნატოს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტით საქართველო 4-2015 წელს წარსდგა. სწორედ ნატოს დახმარებით სოფელ სკრას მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო ტექნიკის გამოყენებით და სათანადოდ გაწვრთნილი სამხედრო ინჟინრების მუშაობის შედეგად შესრულდა განაღმვითი სამუშაოები. 2005-ში აფეთქე. როგორც წესი მოსახლეობა ამას საძოვრებად იყენებს და ძალიან ბევრი საქონელი აფეთქებული გვინახავს. ჩემი ძაშვილის ცოლიზმა იყო, რომელიც აფეთქდა. ნაღმები კიდე არის ბევრ ადგილას დარჩენილი, ჩვენ და სამწუხაროდ. 2005-ში აფეთქე. და საქონელი მიდიოდ საგდენით იქ და საქონელს თავისუფალი ტერიტორია იყო. ჩებოდა მე საქონელი. იქ ტყეში. მე წავდე იქ დილა უთენია წავედი საქონელი მოსადენად ახლა ტყიდან და თან სოკო იყო შემოსული და ვედრაც წიწევი ადრიანად წავედი. თუ არა საქონელი და სანამ არ მოშება მანამდე არ გამოდის გარეთ. და ასე გასასვლელი იყო ბილიკი ასე საქონლის დასიაულები. და ტალახი იყო და სკუპასკუპით წავედი. და საცხე მისალა ადრას მივარტყი ფეხი სადაც დაგვიყოფილა და გასკდა და მომიჯა ფეხი საფეხა კაცია და ორფეხა ვეღარაფერს აკეთებს დღეს პროთეზი დავდივა
სოფლის მეურნეობას მაინც მივყვები ახლა შეგვიძლია რომ ვაკეთო. ჩემს გადა ბევრს ხონდა კიდე ტრამვაიზე, აგერ ნოზას ფიჭი დაიღუპა კიდე და ჭოგნაში და ბევრი აფეთქდა კიდევ. ზოგმა თვალი ამოვიდა, ზოგმა აწყო ნახეს იგი. საწყალის ჩვენი ახლობელი იყო, აგერ ჩემი ბიძაშვილის ცოლიზმა იყო, რომელიც აფეთქდა იმ პერიოდში. მოყვა იქ, არ ვიცი, სიდან მოყვა, რა ხერ როგორ მოყვა. ერთი ორი დღე ვერ ეკარებოდნენ, ისე იყო გახურებული ტერიტორია, რომ გამოეყვანათ, ხელი ცალკე ნახეს, რა ვიცი, მიცვალებული ცალკე გამოიყვანეს. მას შემდეგ ისავლე ჩემი ბიძაშვილი საქონლებზე მიდიოდა, რო აფეთქდა იქ. საქონლები ფეთქდებოდა ხშირ-ხშირად, რო იყო განაღმული საწყობები, რა ვიცი, ყოველ დღე თუ არა, ყოველ კვირაში ფეთქდებოდა ნაღზე საქონელი და ზარალდებოდით, როგორც მე ისე სხვა სოფლის მაცხოვრებლები. მე მუშაობდი, ტექნიკას ყარაულობდი, განაღმითი სამუშაოები მიდიოდა, ნახულობდნენ ნაღმებს და იღებდნენ და ზოგს აფეთქებდნენ, რაც კი შეეძლოთ აკეთებდნენ. მისხან მიყვებოდნენ ყოველ მეტრონომას, რა ქვია, ადგილს და ნაღმები კიდე არის ბევრ ადგილას დარჩენილი, ჩვენ და სამწუხაროდ. თერჯოლაში მერეც ჩატარდა სპეციალური მუშაობა გამნაყველების იმისთვის, რომ ნაღმები აღმოჩენილი ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს კიდე წარმოადგენს საფრთხეებს, იმიტომ როგორც წესი მოსახლეობა ამას საძოვრებად იყენებს და ძალიან ბევრი საქონელი აფეთქებული გვინახავს. სამწუხაროდ რკინის დევნასთან დაკავშირებით ერთდროულად ხალხს მიქონდა ეს დასაშლელად, ასე ვთქვათ, და ფეთქდებოდნენ და აგრეთვე მიქონდათ რადიაციული წყაროები. რა ეტაპზეა დღეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები? რა პროექტებს ახორციელებს ნატოს სამეკავშირეო ოფისი ჩვენს ქვეყანაში და როგორია რუსული საინფორმაციო ოპერაციების პასუხი? ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვენიკოვს. როგორც ნატოს წარმომადგენელი საქართველოში, როგორ აღწერდით ალიანსის ამჟამინდელ ჩართულობას საქართველოში? გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ნატოსა და საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველო დღეს ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. საქართველოსთან თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას. წლების განმავლობაში მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების გატარებას ნატოს სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად და ჩვენი თანამშრომლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მაქვს, 2010 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნითა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად დაფუძნდა. ოფისი ყოველდღიურად ჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ პარტნიორთა ფართო წრესთან. მას ასევე აქვს რეგიონული მანდატი, რაც საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. ამჟამად ნატოს წარმომადგენლობა საქართველოში 50-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, რაც ნატოსთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. ფიქრობ, ეს არის მკაფიო სიგნალი იმ მნიშვნელობისა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, არსებულ კონტექსტში მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გარკვეული კორექტირება შეიტანონ დიალოგის ფორმატებში. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას შესაბამის დონეზე და ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა კვლავაც ძალიან აქტიურია. And also our practical support and cooperation continue to be very active. თქვენ ახსენეთ კორექტირება დიალოგში, რაზეც მოგვიანებით გკითხავთ.
იქამდე კი, რადგან საქართველო უახლოეს პარტნიორად დაასახელეთ, გვითხარით, რა არის ამ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები? So over time, a broad range of cooperation has developed between NATO and Georgia. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყველა პროგრამისა და ინიციატივის მთავარი ფოკუსი საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდაა. ეს ყველაფერი კი ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისრაფებებს. დავიწყებდი უმთავრესი პოლიტიკური ინსტრუმენტით, წლიური ეროვნული პროგრამით. ის საქართველოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგად მიენიჭა და ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მოკავშირეებისგან უკავშირი და რჩევები რეფორმების პროგრამაზე. ეს არის ქართული მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც ქვეყანა თავად ირჩევს რეფორმების სფეროებს. ნატო კი მათ გზამკვლევობას უწევს. პრაქტიკული კუთხით გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას: ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი და სამხედროებს შორის თანამშრომლობის ხაზი. SNGP 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა. ის მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და მოიცავს ინიციატივებს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, ტაქტიკურ, ოპერაციულ და სტრატეგიულ დონეზე. ამ 11-12 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებიდან გამოვყოფდი წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, JTEX, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი ინსტიტუციაა. ეს არის უნიკალური ობიექტი, რომელიც საწვრთნელ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართულ, ისე მოკავშირე და პარტნიორ ძალებს. მეორე წარმატებული პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რომელიც უსაფრთხოების სექტორის პერსონალის პროფესიულ განვითარებას ემსახურება. ასევე გვაქვს წარმატებები სამხედრო სამედიცინო მხარდაჭერის, ინგლისური ენის სწავლებისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროებში. რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობას, აქ ძალიან აქტიური სამუშაო გეგმა გვაქვს. საქართველო ყოველწლიურად 200-მდე ღონისძიებას ახორციელებს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გასულ წელს საქართველოს ნატოს 24 მობილური საწვრთნელი ჯგუფი ეწვია. ასევე მუშაობთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო პერსონალის პროფესიული განვითარება უსაფრთხოების სექტორში, კეთილსინდისიერების ამაღლება, building integrity, სამეცნიერო თანამშრომლობა და სამხედრო განათლების მოდერნიზაცია. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს წვლილი კოლექტიურ უსაფრთხოებაში, რასაც მოკავშირეები უმაღლეს შეფასებას აძლევენ. ეს მოიცავს მონაწილეობას კოსოვოს მისიაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბიუტორი ავღანეთის მისიაში. ასევე მონაწილეობდა საზღვაო ოპერაციაში Active Endeavour, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ დაიწყო. 2016 წლიდან საქართველო ჩართულია ოპერაციაში Sea Guardian, ხმელთაშუა ზღვაზე. ასევე საქართველომ უკვე 4-ჯერ უმასპინძლა ფლაგმანურ სწავლებას, NATO-საქართველოს სწავლება. That I already mentioned since 2016, and it happens every 3 years. So last year we had the fourth iteration of that exercise. So I would like to ask you regarding the building the resilience among the Georgian society when Russian informational მინდა გკითხოთ ქართული საზოგადოების მედეგობის გაძლიერებაზე. იმ პირობებში, როდესაც რუსული საინფორმაციო ოპერაციები საკმაოდ მასშტაბურია და მიზნად ისახავს ნატოში ინტეგრაციისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შერყევას, როგორ უჭერთ მხარს საზოგადოების მედეგობას? So what are your how do you support the Georgian society resilience building? Yes, it's a very important question. Thank you for that. Indeed, information threats ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა. საინფორმაციო საფრთხეები მართლაც შექმნილია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დობის შესარყევად. ამიტომ ჩვენი ოფისის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ საფრთხეებთან ბრძოლაა. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნატოს შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებით. საუბრობთ ჩვენს ღირებულებებზე, მისიაზე და იმ სარგებელზე, რასაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა იძლევა. ჩვენი საჯარო დიპლომატიის ფარგლებში ფოკუსირებული ვართ ახალგაზრდებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდა ლიდერებზე. ვცდილობთ არ დავუშვათ საინფორმაციო ვაკუუმის წარმოქმნა და გავაქარწყლოთ მითები ალიანსის შესახებ. ამისთვის გვაქვს გასვლითი პროგრამები საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც ვატარებთ ლექციებსა და კონფერენციებს. თბილისის ოფისში ვაწყობთ ღია კარის დღეებს.
ახალგაზრდებისთვის გვაქვს ნატოს საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებსაც ვიწვევთ რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. თანამშრომლობთ მედიასთან და ინფლუენსერებთან. მათ შორის ვაწყობთ სასწავლო ტურებს ნატოს შტაბ-ბინაში. ასევე აქტიურები ვართ სოციალურ ქსელში. ამ ყველაფრით ჩვენ წვლილი შეგვაქვს საქართველოს დემოკრატიულ მედეგობაში. Democratic resilience and to helping Georgia strengthen the awareness of its society about key issues that affect all of us. You have mentioned myths, which is very important part. თქვენ ახსენეთ მითები, რაც საინფორმაციო ომის ნაწილია. ზოგიერთი მათგანი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. როგორია ნატოს ოფიციალური პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. Russia has recognized as an independent state. Since Russia's invasion of Georgian territory in August 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დღიდან ნატო თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან, სადაც ისინი საქართველოს თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე მოუწოდებთ რუსეთს გააუქმოს ამ რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ეს არის მოკავშირეების ფუნდამენტური და ურყევი პოზიცია. ამავდროულად ჩვენ მივესალმებით საქართველოს მცდელობებს კონფლიქტის გადაჭრის გზები დიპლომატიისა და შერიგების საშუალებით ეძიოს. So we support Georgia's actions in that regard. Thank you. თქვენ ახსენეთ 2008 წელი. საქართველოს წევრობის დაპირება მისცეს, თუმცა თითქმის 20 წლეულის შემდეგ პროცესი შეფერხებულია. როგორ უხსნით ამას ქართულ პარტნიორებსა და მოქალაქეებს? რა უნდა შეიცვალოს წინსვლისთვის და რამდენად ღია კარი დღეს? Open door still genuinely opened. As we have already discussed, a broad range of cooperation has developed. 2008 წლის შემდეგ ნატო საქართველოს თანამშრომლობა ძალიან გაფართოვდა და მთელი ეს მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოს წევრობის მოთხოვნებს. წევრობისკენ მიმავალი გზა კომპლექსური პოლიტიკური პროცესია. თუმცა ნატოს მხარდაჭერა არასდროს შერყეულა. ალიანსი მუდმივად ადასტურებს საქართველოს უფლებას გახდეს წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული და კეთილდღეობის მომტანი მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, რაც კონსტიტუციაშიცაა ასახული. რაც შეეხება ღია კარის პოლიტიკას, ის ჩაწერილია ნატოს ფუძემდებლური ვაშინგტონის ხელშეკრულების მიათე მუხლში. ამ პოლიტიკის ქმედითობა ახლახან ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებითაც დადასტურდა. ამავდროულად მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ წევრობის გზა მოითხოვს მთლიან სახელმწიფოებრივ მიდგომას. ნატოში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო კი არა, მთელი ქვეყანა წევრიანდება. სწორედ ამიტომ მოკავშირეები ხაზს უსვამენ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას. დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ისეთივე კრიტიკულია, როგორც სამხედრო რეფორმები. საბოლოო ჯამში მოწვევა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც კონსენსუსით მიიღება. ამისთვის კი აუცილებელია, რომ საქართველოს მზად იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს რეფორმების განხორციელების იმ მაღალ ტემპს, რომელიც ქვეყანას ადრე ჰქონდა. And NATO has been consistently supporting that process and encourages Georgia to revert to the high tempo of reform implementation that the country used to have. Thank you so much. You mentioned that თქვენ ასევე ახსენეთ საზოგადოებრივი აზრი. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედა უკრაინის ომმა ქართველი საზოგადოების განწყობაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? and what it requires. ბოლო კვლევებით მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ კვლავ ძალიან მაღალია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ახალი ტალღების გამოჩენას, რაც საინფორმაციო გარემოზე გავლენას ახდენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჩართულობისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების საჭიროებას. ეს ყველაფერი კვლავ რეფორმების გზის მნიშვნელობასთან გვაბრუნებს. რეფორმების, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების მაღალი ტემპი საქართველოს გახდის უფრო ძლიერს და განამტკიცებს მის მისწრაფებებს.
Previously you mentioned adjustments in relation to the Georgian და დავუბრუნდეთ კორექტირებას, რომელიც თქვენ ახსენეთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში. როგორ აგრძელებს ნატო კონსტრუქციულ ჩართულობას იმ ფონზე, როდესაც იზრდება შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. regarding its democratic trajectory, which has been highlighted by the several institutions and organizations lately. Indeed. I think once again it's important to remind ourselves that კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქართულ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს. საიდუმლო არ არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ნატოს მოკავშირეებს შორის იზრდება შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორიის გამო. ვხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას და სერიოზულ გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ნატოს პარტნიორობა ეფუძნება როგორც ღირებულებებს, ისე პრაქტიკულ თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს. ერთგული დარჩეს საერთო დემოკრატიული ფასეულობების. პარალელურად კი ვაგრძელებთ პრაქტიკულ მუშაობას რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ნებისმიერი წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს მდგრად ერთგულებაზე დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართ. Democratic governance and to the rule of law. რა კავშირი აქვს კოლექტიურ უსაფრთხოებას სოფლის ყოველდღიურობასთან? უსაფრთხო გზები, სტაბილური ბაზრები, უკეთესი პირობები ვაჭრობისთვის. ჟურნალისტი ბელა გელაშვილი მუშაობდა თემაზე, რომელიც თავაზობს ფერმერის ხედვას. ევროპული ინვესტიციები რო ხორციელდება, ეს ჩვენ გვიჩენს იმის განსას, რომ ვართ უსაფრთხოთ, რადგანაც მათთან ერთად ვართ და ისინი ჩვენ დაგვიცავენ. არა მარტო ევროპა, არამედ ამერიკული, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანა მჭიდროდ არის მათთან დაკავშირებული, რაც შეეხება ნატოს ჯარებს, ჩვენი ჯარების, ესე იგი ჯაჭვური რეაქცია არის, აი სოფლის მეურნეობით მიწის ერთი თოხის პირით გადაბრუნებული ნაჭერიდან დაწყებული, აი თუნდაც იმ ბოლო სამხედრო ორგანიზაციაზე რო ვისაუბროთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს არის უსაფრთხოება და მშვიდობა. აი ხო, არაფერი არის ფერმაში ვარ და თუ შენ მშვიდობა არ გექნა, თუ არ ახარ ვინმესთან, რომელიც ძლიერია, რომელიც შენ გეხმარება, შენ შიდებს ინვესტიციას და კეთილნებას იჩენს, რომ შენც მისი მეგობარი იყოს, სხვანაირად არაფერი არ იქნება. უსაფრთხო მომავალს გისურვებთ. სათვალის და Independent Avenue Media-ს თანაწარმოებით მომზადებული გადაცემა დასრულებულია. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.